მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა პირისპირ. სამართლებრივი დავა თუ ზეწოლა მედიაზე. რა მოტივით მიიღო მოსამართლე ურთმელიძემ რუსთავი ორში დროებითი მმართველის დანიშვნის და ამ განჩინების დაუყოვნებლივი აღსრულების გადაწყვეტილება, როგორ აისახება ეს პროცესი თლიანად მედიაზე და შემდეგ რეგიონულ მედიაზე, სწორედ ამ თემებზე გვექნება საუბარი დღეს და გადაცემის სტუმრები არიან, ძირითადად ჩვენ ვისაუბრებთ რეგიონის მედიის წარმომადგენლებთან ამ თემაზე. ჩვენი სტუმრები არიან ქალბატონები მაია ყალაბეგაშვილი, გაზეთ სპექტრის ხელმძღვანელი და ქალბატონი მარინა ზარდიაშვილი, გაზეთ გურჯაანის ჟურნალისტი. მოგესალმებით, მადლობას გადაგიხდით სტუდიაში მომბრძანებისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ პირდაპირ სატელევიზიო ჩართვები გვექნება ჩვენ დანარჩენ სტუმრებთან და გადაცემაში ჩაგვეთვებიან გელამ თბილისშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, მედია ექსპერტი და ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, ასევე კახეთის ხმის ხელმძღვანელი, გაზეთ კახეთის ხმის მაია მამულაშვილი და ჩვენ ვისაუბრებთ სწორედ ამ თემაზე, რა მდგომარეობაშია დღეს მედია, როგორ მიდის პროცესები რუსთავი ორის ირგვლივ და როგორია ზოგადად გარემო ამ პროცესის მიმართ, ასე რომ დარჩით ჩვენთან, თქვენ შეგიძლიათ გადაცემის მეორე ნაწილში პირდაპირ სატელეფონო ჩართვების საშუალებით დარეკოთ გადაცემაში ნომრებზე 0353 22 33 30 და მობილურის ნომერზე 592 12 20 58. გადაცემის მეორე ნაწილში 9 საათის შემდეგ რეკლამის სარეკლამო პაუზის შემდეგ ნომრები ტიტრებშიც იქნება მითითებული, ასე რომ ველით თქვენს ზარებს. ახლა კი დავიწყოთ ჩვენი გადაცემა. პირველი კითხვა მექნება პრეამბულა რომ მოვიყვანოთ რატომ დღეს დიდი ხანია რაც მიდის ხო ფაქტობრივად ორ კვირაზე მეტი რუსთავი ორის ირგვლივ სასამართლო პროცესი, მაგრამ სწორედ გუშინ მოსამართლე ურთმელიძემ მიიღო განჩინება, სადაც საუბარია რომ რუსთავი ორში დაინიშნოს დროებითი მმართველები, დავით ვალ და მრევალ საკევარიშვილი და ეს გადაწყვეტილება აღსრულდეს დაუყოვნებლივ. ამან გამოიწვია არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც გავრცელებული მნიშვნელოვანი განცხადება ნებათაღელვა და ჩვენ სწორედ ამ პროცესზე ვისაუბროთ. მოდით პატარა პრეამბულა რომ გავაკეთოთ ჩვენმა მაყურებელმა იცის, მაგრამ მაინც რა პროცესი იყო, ანუ მოსამართლემ რუსთავი ორის წილები მიაკუთვნა ქიბარ ხალვას და მის ამი დაქვემდებარებულ კომპანიას და მან მიიღო ასევე გადაწყვეტილება დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყოვნებლივი აღსრულების მუხლი გააუქმა. ამის შემდეგ ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესი გაგრძელდება, გასაჩივრდება და ვიდრე არ დადგინდება ბოლო ინსტანციაში საბოლოო, ასე ვთქვათ, ფლობელი, აღსრულება ვერ მოხდება, ხომ? რუსთავი განაგრძობდა ჩვეულებრივ მოქმედებას. ამ დრომდე საუბარი იყო, ნაწილი საუბრობდა და ამ გიკვეთებოდა ხელისუფლების კვალი, ხელისუფლება საუბრობდა, რომ ის იყო სასამართლოს და კერძო ბიზნეს დავა და გადასაწყვეტი, თუმცა გუშინ ხდება მნიშვნელოვანი პროცესი. იმის მიუხედავად, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამბობს, რომ ეს არ უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ, მოსამართლე ურთმელიძე კვლავ თავად იღებს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ რუსთავი ორში დაინიშნოს დროებითი მმართველი და ეს გადაწყვეტილება აღსრულდეს დაუყოვნებლივ. ანუ რუსთავი ორში შესვლა მაინც იყო, ანუ მოსამართლე ურთმელიძის მხრიდან დაუყოვნებლივი ქმედება, ხო? ეხლა როგორ განმარტავს ის, ესეც საინტერესოა ჩვენი მაყურებლისთვის. მოსამართლე ორ ძირითად მნიშვნელოვან საკითხს ვიტყვი. ერთი ამბობს, რომ არ მოხდესო ფინანსური ასე ვთქვათ, გაკოტრება კომპანიის და ასე შემდეგ, ამიტომ ნიშნავს დროებით მმართველს, რომ უზრუნველყოს გამართული მუშაობა, რადგან წაგებულმა მხარემ არ გააკონტროლოს, თუმცა აქ უნდა გასათვალისწინებელია ყადაღაადებს მის ქონებას და როგორ უნდა გააკონტროლოს და მეორე რაც ყველაზე რამაც გამოიწვია საერთოდ ნებათაღელვა იყო ის, რომ ის საუბრობს იმაზე, რომ დროებითი მმართველი უნდა დაინიშნოს, იმიტომ რომ დაცული იყოს ობიექტური რეპორტაჟის მომზადების პრინციპი. ამაზე ვთქვი, რაც ნიშნავს ობიექტური რეპორტაჟი. ის საუბრობს იმაზე, რომ რუსთავი ორი არ იყოს მხოლოდ თავის საქმეზე კონცენტრირებული და მას სხვა მოვლენებიც რომ გააჩქოს, სწორედ ამიტომ ნიშნავს დროებით მმართველს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მას ვერ მოყავს ქართული პრეცედენტი და ქართული კანონმდებლობა ზუსტად არ იძლევა ამ მმართველის დანიშვნის შესაძლებლობას, თუმცა ტოვებს რაღაც სხვა ხერხებს და მას მოყავს ამერიკული პრეცედენტები. გაზეთ შემდეგ გავცელოთ სხვა განცხადებები. ეს არის ძირითადი ამბავი, რაც დღეს წუხელ ამე და დღეს შემდეგ ხდება. საინტერესოა თქვენი შეფასებები, მაია დავიწყოთ თქვენ. პირველი, რა პროცესთან გვაქვს საქმე? ხო, ამ გადაწყვეტილების მერე მოხდა ამ ტიპის ლუსტრაცია, ეს არის პოლიტიკური პროცესი, არის სამართლებრივი პროცესი, არის მედიაზე ზეწოლა თუ არის უბრალოდ კერძო დავა? მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს, ლევან. მე ფაქტიურად მხოლოდ ის შემიძლია, რა თქმა უნდა, ეს დავა, რომელიც რუსთავი ორის გარშემო მიმდინარეობს, გახდებოდა სხვადასხვა აზრის გამოთქმის მიზეზი და ერთადერთი შესაძლებლობა, რომ არ გაჩენილიყო ბევრი კითხვის ნიშანი, იყო ძალიან მარტივი გზა.
ეს ყოფილიყო თუ სამართლებრივი დავა იყო, ყოფილიყო მხოლოდ სამართლებრივი საკითხების გამოქვეყნების და არა როგორც წეგან შენ აღნიშნე. მოსამართლესაც კი წაუწდა ხელი და ჩაწერა იქ, რომ რუსთავი 2 რომ არ იყოს დაკავებული. ანუ რუსთავ 2-ს ფაქტობრივად განუსაზღვრა სარედაქციო პოლიტიკა, ხო? სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებას ვინ აძლევს, ან ზოგადად რომელი კანონი აძლევს ამ შემთხვევაში კიდაც მოსამართლეს ან სხვა პირს, რომელიც სარედაქციო შიდა სარედაქციო გუნდის გარეთ. ან რას ნიშნავს, სად არის ფორმულირებული ობიექტური რეპორტაჟი, ობიექტური, ვისთვის ობიექტურია, ვისთვის ობიექტურია. აი როგორ შეიძლება ეს განსაზღვროს მოსამართლე, როგორ გააკონტროლოს მის გადაწყვეტილებას, აი რა იყო ობიექტური თქვა. ზოგადად მე მიმაჩნია, რომ ყველანაირ მედია საშუალებას აქვს სახელმწიფოში არსებობის უფლება. სახელმწიფო, რომელიც ადგას დემოკრატიულ გზას, ის უნდა იტანდეს ყველანაირ მედია საშუალებას. შენ ამ მედია საშუალებას შენ დრას დაარქმევ ხელისუფლება, შენი გადასაწყვეტია და საზოგადოება როგორ აღიქოს, თავისი გადასაწყვეტია. ძალიან იოლად შეიძლება ამისი ანუ საზოგადოებას უნდა კონდეს იმისი უფლება, რომ თავის ნებაზე გადართოს არხი. მედია საშუალება ეს იქნება ობიექტური თუ იქნება არაობიექტური, ამის შეფასების უფლება აქვს მხოლოდ ხალხს. მხოლოდ საზოგადოებას ხელში უჭირავს პულტი და საითაც უნდა იქით გადართოს და ის აღიქვავს ამ მედია საშუალებას ან ობიექტურად, ან არაობიექტურად და მიკერძუებულად. მაშინ რა უყო დანარჩენ მედია საშუალებებს? არსებობენ ხო საქართველოში არიან სუბსიდირებული მედია საშუალებები, არიან მედია საშუალებები, რომელიც პარტიულ ინტერესებს ატარებენ, როგორც ბეჭდურ მედიაში, ასევე ონლაინ, ასევე ციფრულ ფორმატში. რა ვიყოთ ამ მედია საშუალებას? ყველას უნდა დაუწესოთ. ანუ მე ისი თქმა მინდა. ფაქტია, რომ მოსამართლის ამ გადაწყვეტილებამ ყველა კითხვა, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა, ცალხასად მიაბრუნა იქითკენ, რასაც ქვია ჩარევა უხეშად სარედაქციო საქმიანობაში. მე აი ქალბატონ მარინას ვკითხო, მანამდე მეც დღეს რადგან ვარ ჟურნალისტები, მეც გამოვხატავ საკუთარ პოზიციას, საკუთარას ხშირად ამას არ ვაკეთებ ხოლმე როგორც სამყარო, თუმცა მოდით ფაქტი წლების განმავლობაში ჩვენ უყურებდით ყველა პროცესებს, ხო როგორ ვითარდებოდა. მე ჩემს გამოვხატავ, რომ ჩემთვის რუსთავი 2 ხელისუფლების სულებამდე იყო მხარე, ჩვეულებრივი მხარე, ის იყო რაღაც სააგიტაციო პროპაგანდის ნაწილი და ამას ის ახორციელებდა. დღეს თუ მე მკითხავთ ის არ ვიცი ის კვლავ ახორციელებს, მოდი თქვა, ის ატარებს ოპოზიციური პარტიის ინტერესებს, გამოქვეყნდა ჩანაწერებიც, იყო ამაზე საუბარი, მანამდე ყველა ჩვენი აღქმა გვაქვს და ჩვენი მე შეიძლება რა მიხილოთ, მაგალითად როგორც მხარე, როგორც მხარდამჭერი თქვა ოპოზიციური პარტიის. მაგრამ ეს იმას ანიშნავს, მე თუ მინდა მას უყურებ, თუ არ მინდა ამას არ უყურებ. აქვს თუ არა ასეთ მედიას არსებობის უფლება. აქვს თუ არა მედიას არსებობის უფლება, რომელიც თქვა ღიად ატარებს თუნდაც პოლიტიკური პარტიის ან რაღაც პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს. ეხლა მაგაზე დავა ჩვენ ჟურნალისტები ვართ და ის რომ მედია საშუალებას აქვს უფლება თავისი სარედაქციო პოლიტიკა თვითონ განსაზღვროს, ამაზე ჩვენ აღარ დავობთ უკვე. გავიარეთ ეგ ეტაპი. ერთიც ეს არის ეხლა უკვე ვერ მოვასწარი მე ამ მოსამართლის გადაწყვეტილების გაცნობა, იმიტომ რომ დილანდელია მე მგონი და წაკითხვა უნდა და ძალიან ცუდია თან იურისტი არა ვარ მე და შეიძლება ესე მუხლობრივ ვერ გავარჩიო. მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომელიც გინდა წავიკითხო, გინდა რა მოსამართლის გადაწყვეტილება, მაინც ხო არსებობს ზოგადი პრინციპები, რომ არავინ არ უნდა ჩაერიოს არანაირ მედია საშუალების სარედაქციო პოლიტიკაში გარედან. ამაზე აღარ დავთ. მაგრამ ის თუ ატარებს მოდი მოცემაზე ვიდავებთ ლევან, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებებსაც ჩვენ უნდა ვიყოთ კანონმორჩილი და უნდა დავემორჩილოთ. სხვა საზოგადოება იმის მიხედვით მოგოწონება თუ არა მოსამართლის იგივე შტოა სასამართლო ხელისუფლება, როგორი შტოც არის მედია და იგივე დაცვა უნდა. ჩვენ თუ კანონმორჩილები არ ვიქნებით, ყველანაირ პრინციპს დავარღვევთ. აი როგორ ვიყოთ ძალიან საინტერესო კითხვა აზე წამოწევთ ხალხთან, როგორ უნდა ვიყოთ კანონმორჩილი, როდესაც უზენაის სასამართლო, რომელიც მაღალი ინსტანციის არის, საკონსტიტუციო სასამართლო, მაღალი ინსტანციის არის, ის იღებს გადაწყვეტილებას პრინციპზე, რომ დროებით აღსრულებას აჩერებს. რომ არ მოხდეს დროებითი აღსრულება. აუცილებლად უნდა დავემორჩილოთ. ეს იყო ამან განმუხტა საზოგადოებაში დაძაბულობა, ხო? მოსამართლე ისე იგივე მოსამართლე უთუნს უკვე იღებს გადაწყვეტილებას, რომ
დაინიშნოს დროებითი მართული ეს აღსრულდეს დროებით. ჩვენ სხვადასხვა არა გვაქვს, მოგწონს თუ არ მოგწონს ამას უნდა პროცესი როგორ აი არ დაემორჩილება რაღაც ჯგუფი, პროცესი საით შეიძლება წავიდეს. არსაით ჩვენ ევროპისკენ უნდა წავიდეთ და უნდა ვისწავლოთ დამორჩილება სასამართლო გადაწყვეტილებების ესე მაშინ გამოვიდეთ ხა მეორე უკიდურესობაში ვარდებით სასამართლო გადაწყვეტილებას შევდივართ ამის უფლებაც არ აქვს აი ესეთი დილემის წინაშე ვართ და მე მგონი ამ თემამ იმიტომ გამოიწვია ესეთი აჟიოტაჟი და აი რაღაცნაირად გაიყო საზოგადოება დღეს რაღაცნაირად არის იმდენი ადამიანი მეგონა რომ აქეთ იყო იქით რაღაცა ამ რუსთავიორის საკითხმა საზოგადოების ლუსტრაცია მოახდინა მთლიანად. ამაშია საქმე. მედიას ჭირდება დაცვა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ესეთივე დაცვა ჭირდება სასამართლო ხელისუფლებას, ესეთივე დაცვა ყველა სფეროს აქვს თავისებურებები. მე როგორც მედიის წარმომადგენელი და პროფესიონალი ჟურნალისტი საკმაოდ კარგად ვერკვევი მედიის კანონებში, მაგრამ იურისტი არა ვარ და ნამდვილად ეხლა გადაწყვეტილება რომელთან არ წამიკითხია მე მაყურებელთან მინდა ბოდიში მოვიხადე იმიტომ ის ამ დილას განხანდა და სრული ტექსტი ამ გადაწყვეტილების ვერც ნახე ვერც 17 გვერდიანია რომე ნახავ უცებ წავიკითხავდი მაგრამ ნამდვილად არ წამიკითხია ჩემი პრინციპია რაც აი პირადად არ წამიკითხია მიჭერს რომ იმაზე ვაფასებთ ამ პროცესს აი რა პროცესს ვაფასებ ეზოდავა ეს არის მედიაზე ზეწოლა აი მე მგონი მაქედან დაგვეწყოს ჯობდა იმიტომ რომ რაღაცა იქიდან შემოვიდეთ მე ამ პროცესს ისე ვაფასებ რომ მე მინდა დღეს თუ გუშინ იყო თუ როდის ამ პროცესის დამთავრება მე მინდა მიულოცო რუსთავიორის ჟურნალისტებს მე იქ ბევრი მეგობარი მყავს ბოლო და ბოლოს დამთავრდა მათი წრეებში ყოფნა რაღაცა პატარა კუნძული ვიდღა იყო შემორჩენილი და მე მგონი მაგათი განთავისუფლების დასაწყისიც დაიწყო და ბოლო იგრძნობენ თავისუფლებას, ბოლო იქნებიან ნამდვილი ჟურნალისტები. ქიბარის ხელში თვითონ გათავისუფლება და ქიბარის ხელი და ამის ხელი და პავის ხელი არ გვინდა. არანაირ წნეხში არ თქვენ ეხლა ყველამ რეალურად ვიცით რა წნეხში იყვნენ და როგორ მუშაობდნენ და რა ძალიან ძნელია ჯერ ისინი ხმას არ იღებენ მე ვიცი იქ ვიცნობ ხალხს ჩვენ ვხედავთ პრესკონფერენციებზე სადაც ნიკა გვარამია გამოდის და ტანზე იხევს იმის გამო რომ თვითონ აკარგავს ხელფასს და მე რა თუნდა დავიცვა ნიკა გვარამიას სამსახური მაინც ვერ გავიგე სიტყვის თავისუფლებას არავინ არ ემუქრება ნიკა გვარამიას აქ იმის ინტელექტი რომ ეს ყველაფერი გადაიტანა სხვა სივრცეში. რუსთავიორს არავინ აჩერებს. რუსთავიორი იყო სანამ ნიკა გვარამია ჯერ კიდე სკოლის მოსწავლე იყო. იყო ეხლაც და იქნება ყოველთვის და იქნება ფლაგმანი ტელევიზია და ეხლა ნიკა გვარამია იმუშავებს, მაგას იმდენი სამსახური აქვს სხვა ხედავთ ხელისუფლების არანაირი კვალი. ხელისუფლების ეს არის სამართლებრივი დავა და ის ეხლა ბიზნესია ესე და ქიბარხალვაში იქნება მოგებაში თუ აქიმიძე თუ ისა ეს ჩვენი გასარჩევი არ არის. მე რატომ ვარკვიო ახლა ქიბარხალვაშის ხოლ რავალდებულია. მოდი დაგვიცავ, ვინ დავიცვა. მოდი რაშით დასაცავი ხალხო. მოდი შევხედოთ პროცესს. თქვენ რუსთავი აწვის ინფორმაციას მაყურებელს, თქვა არის აწვის ის არის მე ძალიან კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, ის არასწორებს თქვა პირობითად რაღაც ხელისუფლების მიღწევებს, ის აწვის ინფორმაციას მაყურებელს ოპოზიციური პარტიები. პირობითად თქვა, აი უხეშად გავამართლოთ საკითხს. აი თქვა, დაუშვათ რომ ოპოზიციური რომ მიაწოდებს თქვა იმის შემდეგ თუ რუსთავიოში შევიდნენ ეს ფლობელი, ხო დროებითი ფლობელი, მართლები. იმის შემდეგ თუ მივიდა თქვა იგივე ქიბარხალვაში და ჩვენ ვიცით რომ ძალიან ნორმალური ისეთი ურთიერთობა ჰქონდა თვითონ პრემიერ ივანიშვილმა ისაუბრა ამ თემაზე, ხო რომ ჩვენ დადებთ ემოციები გავცვლით. ამდენად თქვენ როგორ თვლით, ამ ფორმით იქნება რუსთავიორი თუ არ იქნება? რა მოხდება რუსთავიორში? რუსთავიორი ისეთი იქნება, როგორიც არის თვითონ ეს თავიანთი გადასაწყვეტია, ამას ვერავინ ვერ გადაუწევს. ეს არის ბიზნესი. კაც რაღაცა წაართვეს და როგორც იყო დაიბრუნა და ეს არის დადებითი ესენი სამართლიანობა ნელა მაგრამ დგება ყველა ვისაც ესე წართმეულები და ღამის ნოტარიუსებით რაღაცები ახიოს იბრუნებენ ხალხო და მე მიხარია მაგალითად ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი კიდე რომ ვიღაცამ რაღაცა დაიბრუნა რაღაცით კიდევ გადავდგით ნაბიჯი აი ეს იყო ხალხის მოთხოვნა რომ ეს წართმეული წევნა ასაგები ხალხო მაინად კვინაზე რა ფორმით ფლოსტებით ნოტარიუსი გაავიძეს ღამე და
და წაართვეს ამ კაცას 3 წელი ვერ დაებრუნა, ეხლა დაებრუნა და მე მაგალითად ძალიან დადებითად ვარ განწყობილი და რაც შეეხება ჟურნალისტებს და იმათ მუშა განორიცხული არა რუსთავი ორი არ გაჩერდება ის იქნება მოწინავე მედია საშუალება და ერთ-ერთი ფლაგმანი და სად იყო ნიკა გვარამია რუსთავი ორი ვარ ნიკა გვარამია ამტკიცებს რომ ნიკა არ იქნება რუსთავი ორში რუსთავი ორიც გაჩერდება საქართველოს დაერევების დემოკრატია იღებდა ნუ ეხლა მოსაჯერა მოვუსმინეთ მაიას ნიკა გვარამია რა იქნება საქართველოს დამყარდა და დემოკრატია არა ასაც ამბობდა მე არ იქნები საქართველოს არ იქნებაო მაგრამ მე მგონი არის და კიდევ იქნება მე მგონია რომ აქ ამაზე არა გვაქვს საუბარი რა რომ ნიკა იქნება რუსთავი ორის მფლობელი ნიკა დირექტორი ნიკა იქნება იქ მიმართულების მიმცემი არ ვიცი ახლა მარინა რომელ ჟურნალისტებზე საუბრობდა მეც მყავს მეგობრები რუსთავი ორში და ბოლო-ბოლო Facebook-ზე სტატუსებსაც აქვეყნებენ ეს ხალხი მაგრამ შეიძლება რაღაც ნაწილი კიდეც გრძნობს ამას ამ ზეწოლის ქვეშ კიდეც იმყოფება და უბრალოდ არ მესმის თუ ზეწოლის ქვეშ იყვნენ რაღაც იყვნენ ამ რუსთავი ორში და არსებობს სხვადასხვა მედია საშუალებები სადაც კარგად გრძნობდნენ თავს იქ წასულიყვნენ მაშინ პირველი რაც არ მესმის მეორე აქ მე მგონია რომ პრეცედენტზეა საუბარი და არა იმაზე ანუ წეღანაცავ თქვი რა ქონებრივი დავა რა გზით შეიძლება დაიბრუნო ამაზეა საუბარი და კითხვის ნიშანი ახლა მარინა 17 გვერდი არც მე არ წამეკითხავს მაგრამ რასაც ლევანი ამბობს რომ ფაქტია გარკვევით როცა ჩაიწერა იქ რომ უნდა მედია საშუალებამ თავისი სარედაქციო მიმართულება შეცვალოს და ამას მოსამართლე მე არ ვიცი ეს კანონი სად არის თუ არსებობს ლევან და შენ იცი რომ სადღაც მოსამართლეობა განცხადება და სხვადასხვა განცხადებებს გავიცნოთ მოდით წლები შევხედოთ ის როდესაც იყო მათ შორის რეგიონულ მედიაზე აი ამ ტელეკომპანიაზე პირადად ჩემზე მნიშვნელოვანია ჩვენ ვიყავით აი მართლა ბევრ რამეს გავუძელით ჩვენ ყველა ვიცით მაია რეებს გავუძელით სააკაშვილის რეჟიმის დროს რეებს გავუძელით და ნათი რო არ ყოფილიყო აქ ამერიკის ელჩი არ გამოიჩხდები ღია გადაჭერა აქაც იყო სერიოზული პრობლემა ამ დროს გასაგებია ჟურნალისტ რუსთავი და თავისი მთლიანად კოლექტივი იყო ჩვეულებრივი სააგიტაციო მანქანა მუშაობდა შინაგანად ძალიან ძნელია ამ დროს იყო სოლიდარული ამ მედია საშუალებების მიმართ მაგრამ თუ ხედავ და დღეს თუ ხედავ რომ უხეშად ირღვევა მედიის პრინციპები უხეშად ხდება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ხდება ზეწოლა მედიაზე მაშინ რას ვარ ვერა ხედავ ზეწოლას მედიაზე ვერა ხედავ და მომყარი ნიკა გვარამიაზე ხედავ და 100.000-ია ხელფასზე შემოიხევს სტანზია და რასიცა ეს არის როგორც ამბობდა ხელისუფლება კერძო სამართალი ნახეთ ნიკა გვარამიას სახელმწიფო უწყისები მე ვიყავზე და მომლენებს მიყვეთ ხო სასამართლოში მიდის დავა და გასაგები არის კერძო დავა პირობითად ხო ძნელია დაამტკიცო და უმტკიცო ხელისუფლებას არის ჩემი კვალი თუ არა სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ასეც თუ თქვენი აზრით არ უნდა დაებრუნოს ხალხში მოდით თქვა მე ხო არ ვარ მოსამართლე ხო არ ვიცი მე ხალხშისა თუ მანამდე ელოსში თუ მანამდე კიდე სხვისი ხო მოდით ესე ვთქვა სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას აკუთვნებს ხალხში გასაგები ასეთია თუ ისეთია პროცესი გასაგებია იღებს დაუყოვნებლივი აღსრულების გადაწყვეტილებას რომელსაც აჩერებს საკონსტიტუციო სასამართლო აჩერებს მეორე ინსტანციის სასამართლო თუ ეს კერძო დავა ვინ აიძულა მოსამართლე ურთმელიძე მithumedes მას აქვს პრეცედენტი საკონსტიტუციო გადაწყვეტილება ანუ საკონსტიტუციო რატომ შეაჩერა ეს გადაწყვეტილება რომ არ შესულიყო იქ ქიბარის ხალხი და არ გამოწვია დაპირისპირება სანამ პროცესი არ დასრულდებოდა დასაჩივრებამდე მოსამართლე ურთმელიძე იგივე გადაწყვეტილებას როგორც სხვა ფორმით ქიბარი კი არ შევიდეს რომ ხათ ქიბარის მეგობარებს ერთად ისხდნენ ხო ზოგ ქიბარი და ასე შემდეგ აი ესენი შევიდნენ დროებით მართულებათო იგივე ფონდი ამიშოვიხ რომელიც შევა იღებს მეორე გადაწყვეტილებას რომ ესენი შევიდნენ ეს ახსნულდეს ახლა დაუყოვნებლივო ვინ აიძულებდა მოსამართლე ურთმელიძეს ამ თუ ასე რომ გასული პრეცედენტი რატომ აკეთებს მოსამართლე ამ ნაბიჯს რატომ გავს როცა ქონება დაყადაგებულია რატომ ამბობს მოსამართლე რომ ობიექტური ჟურნალისტიკის პრინციპი უნდა იყოს დაცულიო როდისმე ვინმეს გაუკეთებია ობიექტური ჟურნალისტიკა რატომ არ შეიძლება თქვა იყოს სხვა მედია საშუალებებში ხო ობიექტური ჟურნალისტიკის პრინციპი დაცული ამ ვინ უნდა გასაზრდოს ობიექტური ჟურნალისტიკის პრინციპი მაინტერესებს რომ შეიძლება ვინ უნდა თქვა რომ ეს არის ობიექტური თუ სუბიექტური სად წერია მსგავსი რაღაც ამ რატომ ამას მოსამართლე იქ არ იყოს ასე და იქ შეიძლება სულ არ ლაპარაკო შენ თავზე და ლაპარაკო სხვაზე და ვინ ადგენს აპროცესებს ეს თქვენში არ ბადებს კითხვებს აი ეს გადაწყვეტილება თუ ეს გადაცემა არა მანამდე ეს არის ეს იურიდიულად ისეთი ნიუანსებია რომ მე ხლა არა ვარ
იურისტი რა ნამდვილად. ესე დაწოლებით ვერ ჩავერევი, მაგრამ იმის რწმენა რომ ეს ტელევიზიის პატრონები ყარამანიშვილები არ იყვნენ, ეხლა სეჭვი ეპარება, მაგრამ ოფიციალურად ესე იყო გაფორმებული. და საერთოდ სად იყო ეს ხალხი? ნიკა გვარამია იცავდა ყარამანიშვილების ქონებას თუ თავის თავს ვერ გავიგე და მთელი საზოგადოებას იწევდა მოდით და დაგვიცა რატო უნდა დავიქნებას Skype ჩართვები პირდაპირ Skype ჩართვით ჩვენი კოლეგები ნიკა გვარამიამ გადაიყვანა ეს დავა მედია აქ მაგის მიჭი ინტელექტი ხლა რაში იყენებს და როგორ ეგ სხვა საკითხია ამან გადაიყვანა სხვა სივრცეში და ქონებრივი დავა წმინდა ქონებრივი დავა გადაიყვანა ვითომ მედიას შეუწყობის საფრთხეს დემოკრატია ესე თანკეს ადვილად ეგებიან ელჩებიც არავინ არ აკითხულობს რომ მედია საერთოდ ეხება ვინმე ჟურნალისტებს საერთოდ ეხება ვინმე რუსთავის მუშაობას და იმას საერთოდ ეხება ვინმე იქნება არ ეხება და რა გარანტია გვაქვს როცა ნიკა გვარამია იყო არ ეხებოდნენ და მანდამაიც რავალდებულია რომ როცა ხალვაში იქნება თუ დვალი თუ ვიღაცა მერე შეეხებიან აი რა ვით ვამტკიცებთ ამას ეს არის ქონებრივი დავა რომელიც წილებს გადაინაწილებენ უჩვენოთად ძალიან კარგად ერთადერთი რამე რაში შეიძლება რომ მარინას დავეთანხმო არის ნიკას ბოლოდროინდელი განცხადება როდესაც მოსახლეობას მოუწოდებდა რუსთავი და ჩვენ ახლა ჩანაწერებიც ხო დიახ რაღაც ის დახმარებაზე ერთი ლარის გადარიცხვის სხვაზე და ასე შემდეგ აბსოლუტურად დაგეთანხმები და არც არავისთვის დასამალი არ არის იმიტომ რომ ჩვენ ამას ხმამაღლა ვაცხადებთ როგორც სპექტრი-G საშუალებით ასევე წერთ კიდეც გაზეთში რომ შეიცვალა სიტუაცია ყოველ შემთხვევაში რეგიონულ მედიაში მე მაგალითად ვერ ვხედავ მედია საშუალებას რომელიც განიცდის ისეთ ზეწოლას რომ არის დახურვის პირას ამოიღეს ტირაჟები როგორც წინასდროს იყო ეს ზუსტად ამაზე საუბარი იყო რომ მედია გათავისუფლდა თუმცა ბოლო მოვლენები გაზეთზე დაიხურა ეს ტიპის გადაცემები პირველზე დაიხურა მიშველაძის გადაცემა ახლა ხდება არ დახურა მიშველაძე ხელფასი იღებდა უწყოთად და ეხლა დააბრუნეს ხო თან ხელფასი იღებდა თან პანჯული იყო ხა რა ექსტრადილეთ ნუ მაშინ რა წამებულია და თან ხელფასი დღეს ოდესაც საუბარია აი ზუსტად ამ თვისგან რა იჭვებს ვადებს თქვენში ჩემთვის მაინც ის თანამიმდევრობით, იმ თანამიმდევრობით განვითარებული მოვლენები, რამაც მიგვიყვანა გუშინდელ გადაწყვეტილებამდე, რომელიც სასტრაფოდ აღსრულდა და რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მაინც არის კითხვის ნიშნები იმისკენ, რომ ეს არ არის ქონებრივი დავა და მეცაც ვიტყვი მე, საკმაოდ კომპეტენტური პირებისგან ისიც მომისმენია და თუ მოგვისმენი, ხა ჩვენ ჟურნალისტები ვარ და ეგრე არ უნდა საუბრობდეთ მოგვისმენი, ამან ესე თქვა, იქ ვიღაცა წამებულია, ვიღაცას არ უნდა იქ იმარხზე მუშაობა და აიძულებენ. ფაქტი გვაჩვენონ, რომ ხალვაშს ეკუთვნოდა ეს ქონება ნახოთ ჩვენ აქ ფინანსური ენით აქ მუდაობენ ამ რაღაცა პოლიტიკური ენით აქ ნუ ჩაიწერება რომ რუსთავიორმა ობიექტური გადაცემები უნდა მოამზადოს აქ ნუ იქნება იმაზე საუბარი და ნუ ნურც მოსამართლე ამ შემთხვევაში და ნურც ვიღებრივი და მაესტროებიც არის დროებითი მართლობის შემთხვევაში საკეთი დაუს გაჩეჩილაძე იქ საერთოდ გაიგონი გადაწყვეტილება არ ყოფილა ხო საქართველოს ისიც ტელევიზია, მაშინაც გამოვიდა თელსაში და უბრალოდ ნიკა გვარამია ძალიანაც თავისხა და იქ არავინ არ აქვს, იმიტომ გვაქვს Skype თუ სოლიდარული ვართ რუსთავიორმა მაესტროს რატო არ უცხავთ სოლიდარულად მოდით გელა ახალზე ჩავთოთ გელა შემდეგ გავაგზავნოთ ჩვენ სტუდიაში საუბარი მოვისმინოთ მისი აზრით ახლა პირდაპირ სატელეფონო ჩართვა გვაქვს არის გელამთიულიშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გისმენთ ისმის ჩვენი ხმა თუ გესმით ჩვენი ხმა არა მე თხოვ ტექნიკურ ჯგუფს რომ გამოასწოროს ხარვეძი ეხლა მესმის კი ბატონო გელა იცი თქვენ წუხელ გუშინ განვითარებული მოვლენების წუხან ერთღანეს და დღეს განვითარებული მოვლენების შესახებ მანამდე არსებული რუსთავიორის დავა როგორია შენი შეფასება პირველი რა ტიპის პროცესია ეს არის სამართლებრივი პროცესი არის ზეწოლა მედიაზე არის პოლიტიკური პროცესი თუ როგორ ხედავ ამ სურათს და შემდეგ მიქნება სხვა მოგესალმებით ლევან მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს იმის მიუხედავად რომ მეც ვარ დასაქმებული მედიაში და ვარ ჟურნალისტი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინების მიღებამდე მაქსიმალურად ვცდილობდი თავი შემეკავებინა ამ პროცესების შეფასებისგან და ჩემი პოზიცია არ გამომეხატა
ამას ქონდა რა თქმა უნდა გარკვეული მიზეზები, ვიდრე მე არ დავრწმუნდი და დღეს დავრწმუნდი ამ გადაწყვეტილებას, რაც გავეცანი. 17 გვერდიანი განჩინება რამდენჯერმე წავიკითხე და დავრწმუნდი, რომ ეს საქმე გავიდა სამართლებრივი სივრციდან და არის მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებული. ამიტომაც დღეს უკვე აღარ ვალავ, აღარ ვერიდები ჩემ პირადი მოსაზრების გამოხატვას. და მგონია რომ სასამართლომ ის რაც ჩაწერა თავის განჩინებაში, ანუ მოსამართლე პირდაპირ მიუთითებს არხის სარედაქციო პოლიტიკაზე და ჩემი აზრით სწორედ იმიტომ ნიშნავს დროებით მმართველებს დვალს და საყევარიშვილს, რომლებიც განსაკუთრებით დვალის შემთხვევაში, ვერავითარ შემთხვევაში ის ვერ იქნება ნეიტრალური და მიუკერძოებელი პირი ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ ის გახავთ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ქიბერხალვაშმა, რომელმაც დღეს განაცხადა გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ 50 თავისი წილის ნახევარს დაუთმობს დვალს და აქიმიძეს, ბუნებრივია დვალი არ იმოქმედებს მოსარჩელი მხარის საწინააღმდეგოდ, ანუ ქიბერხალვაშის და მისივე კომპანიის შეპსე პანორამას საწინააღმდეგოდ და ის არ დაიცავს ტელეკომპანია რუსთავის ამჟამინდელი მმართველების და მესაკუთრეების ინტერესებს. ერთი რამ შემიძლია მე ვთქვა, მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მირჩევია ვიდრე ხელისუფლებამ დაატყვევოს გამოხატვის თავისუფლება და თავისუფალი სიტყვა რუსთავი ორის შემთხვევაში ის იყოს ისევ ოპოზიციური, თუნდაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მფარველობის თუ გავლენის ქვეშ. ოღონდ რა თქმა უნდა არ ვემხრობი იმ ტიპის და კატეგორიულად ვემიჯნები და უგმოობ და აბსოლუტურად მიუღებელია იმ ტიპის განცხადებები, რა განცხადებებით სამწუხაროდ ფარული ჩანაწერების სახით ვრცელდება, ოღონდ ჩვენ არავინ არ ვიცით ჯერჯერობით ეს განცხადებები არის თუ არა ავთენტური და აქ მოცემული ინფორმაცია, ამ ჩანაწერებში მოცემული ინფორმაცია არის თუ არა სიმართლესთან ან სინამდვილესთან რაიმე კავშირში. როგორ შეიძლება საგანგაშო რაც არის ის რომ მოსამართლეს არ ქონდა არავითარი უფლება ჩარეულიყო არხის სარედაქციო პოლიტიკაში. მე დღეს ვამბობდი კიდეც და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ნებისმიერი ჩვენგანი, ანუ ვინც წარმოვადგენთ საინფორმაციო საშუალებებს, შეიძლება დადგეს ამ საფრთხის წინაშე. მე რა რომ ჩვენ არ გავყიდულ ვართ რამდენჯერმე და არ გვაქვს ისეთი რთული ისტორია საკუთრებასთან მიმართებაში გულისხმობ, როგორიც ეს აქვს რუსთავი ორს. რომ სისტემატურად იყიდებოდა, გადადიოდა ერთი მესაკუთრიდან მეორე მესაკუთრის ხელში და ასე შემდეგ, იმიტომ რომ რუსთავი ორს სხვა გავლენა აქვს, სხვა ინტერესები იყო მის მიმართ, განსხვავებით ჩემი, თქვენი და სხვა ასეთი ტიპის მედია ორგანიზაციებისგან. მაგრამ ამის მიუხედავად არავითარ შემთხვევაში სასამართლოს არ უნდა მიეცა, არც ქონდა ამის უფლება და არც ვერც უნდა გაებედა, რომ ასე უხეშად ჩარეული იყო რუსთავი ორის გამოხატვის თავისუფლებაში და არხის სარედაქციო პოლიტიკაში. გასაგებია, ვალობას გადაგიხდით გელა გადაცემაში მონაწილეობა. გელა მთილიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი. მე გავაგრძელებ ამას, ვიდრე გვექნება მეორე ჩათვა და ზუსტად ამ ნაწილში გკითხავთ. რა მოხდა მაინც თქვა დღეს? ის რომ მეც ამდენი ხანი პირადად არ გამომიხატა არანაირი ჩემი შეხედვა, თუმცა გვაქვს ჩემი მოსაზრებები, რა თქმა უნდა, მაგრამ მიდის პროცესი, ხო სამართლებრივი დავამიდის. ეხლა მე ასე ვთვლი, იქ რაღაც ყავს ხედავ თუ არ ხედავ, ეს არის ზოგადად ჰაერში საუბარი თუ არ მაქვს მიცემულებები, ხო? მე შეიძლება რაღაცას ასე ვთვლი და ისე ვთვლი. რა მოხდა დღეს, რაზეც გელა საუბრობდა რომ ნიშნულო გასაგებია, ხო, პირადად ჩემთვისაც მე აღნიშნე რომ ვერ ვიქნებოდი სოლიდარული, იმიტომ ეს იყო სააგიტაციო მანქანა, ბოლოს ვისმე როგორ მითითებებს იძლევიან და ბოლევიკები და სისხლძვა და უბედურება რაც იყო ყოველად მიუღებელი ყველასთვის. ხედავთ იმასაც რომ ის დიახაც ატარებს საინფორმაციო პოლიტიკის ძირითადად ოპოზიციური პარტიის ინტერესს და ჩემთვის ეს ოპოზიციური პარტია და ვერ გამიხილავ ამ ობიექტურ მედიად, ასე ვთქვათ, მაგრამ არის მაყურებელი, ხო, თუ ვერ გამიხილავ გადავთავ, არ უყურებ. არ მოექცევი. აი რა ხდება მაშინ, რა საფრთხე გველის, მაშინ როცა მოსამართლე ამბობს, რომ უნდა გავგზავნო დროებითი მმართველი, არ მაინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლო რა თქვა იმამ ჩიაჩერა დროებითი აღსრულება, მაგრამ მე საკონსტიტუციო სადაველოდო და ამ პროცესის დასრულება სადაველოდო, მე ვგზავნი დროებით მმართველს და ეს დროებითი მმართველი რასაც გელომისება მათთან დაახლოებული ხო? მე ვგზავნებთ მმართველს იმის გამო, რომ დაიცვას ობიექტური ჟურნალისტიკის პრინციპი, რომ არ ისაუბრონ მხოლოდ თავის თავზე და ისაუბრონ სხვა რაღაცაზეც. ვინ მისცა მოსამართლეს ეს უფლება, რა კითხვებს ბადებს, ხო? ეს საკითხი. აქ არის დღეს პრობლემა და ეს საკონსტიტუციო არ არის უფლება მოსილება, ახლა ეს გადაწყვეტილება შეაჩერო, მაგრამ აი მოდით თქვა აი ხომ საკმაოდ საინტერესო პროცესი ამაზეც ვისაუბრებ ჩვენ როგორ არა აქვს ეს
გადაწყვეტილება გასაჩივრდება. მან მიიღო დაუყოვნებლივი აღსრულების გადაწყვეტილება, რომ დაუყოვნებლივ შევით. თუ დაუყოვნებლივ შევდნენ და შეიცვლება სურათი, მე როგორ შეიძლება ეს პროცესი წარიმართოს. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებაც გასაჩივრდება. მაგრამ ჩვენ გვექნება მეორე სატელეფონო ჩართვა, მოდით ვთქვათ, რა შეიძლება თავად საკითხებს დავუდგეთ. ამ პროცესმა, ამ პრეცედენტმა რა გავლენები შეიძლება მოახდინოს საზოგადოებაზე, მედიაზე, მათ შორის რეგიონულ მედიაზე. ის რომ ჩვენ თქვით, ამ ხელისუფლების თავარი მონოპოლარი არის სწორედ მედიის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი, ამას უნდა დაცვა, ხო? ამას უნდა დაცვა, რომ პროცესი აქეთ არ წავიდეს. რა გავლენები შეიძლება ამას მოყვის და უკვე სულ მალე გვექნება სატელეფონო ჩართვა, პირდაპირ ჩართვა ხაზია, ეხლა მათყობინები რომ ხაზია მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე, ვიდრე თქვენ მიპასუხეთ, მოდით ჩავთოთ ზვიადი. ზვიად მოგესალმებით. მოგესალმებით ზვიად. მოგესალმებით, მიესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მადლობა გადაგიხდით ზვიად გადაცემაში მონაწილეობისთვის და მაინტერესებს ერთი კითხვა, როგორია პროცესის შეფასება თქვენი მხრიდან? ის რაც გადაწყვეტილებაც მიიღო წუხელ მოსამართლემ უთმელიძემ და რა პროცესებით მიდის დღეს, როგორია შეფასება? რა პროცესთან გვაქვს საქმე? გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ მიიღო მოსამართლე უთმელიძემ, რამდენიმე კომპონენტ შეიცავს, ამიტომაც დამოკიდებულება თითოეული საკითხის მიმართ ალბათ ცალ-ცალკე უნდა გამოვხატოთ, იმიტომ რომ ერთი საკითხი არის უშუალოდ დავა, რომელიც მიდის ყოფილ და დღევანდელ მესაკუთრეებს შორის და ამ დავის შედეგად წარმოშობილ ვითარებაში, როდესაც მოითხოვა მოსამართლემ, უბრალოდ მოსარჩელემ კიბარ ხალვაშის მხარემ, რომ ყოფილიყო შეცვლილი მმართველობა ტელეკომპანია რუსთავიორში, სამოუწყობლო კომპანია რუსთავიორში და იქ დროებითი მმართველი დანიშნა გუშინ მოსამართლემ. ეს ერთი საკითხია, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხიც, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხებსაც შეეხო გუშინ მოსამართლე, როდესაც მან გადაწყვიტა დაესაბუთებინა ეს გადაწყვეტილება არა ქონებრივი დავის, ან არა მხოლოდ ყოფილი და დღევანდელი მფლობელების ურთიერთდაპირისპირების კონტექსტში, არამედ მან შემოიტანა ახალი ნორმები და გადაწყვიტა, რომ სწორედაც სარედაქციო პოლიტიკის გამო გაემართლებინა ეს გადაწყვეტილება და ეთქვა, რომ სწორედ იმიტომაც უნდა შეიცვალოს მმართველობა, დღევანდელი მმართველობა დროებითი მმართველით, რომ სარედაქციო პოლიტიკა გახდეს უფრო მეტად ეფექტური, რომ საქმიანობის ფორმატი არ შეიცვალოს, რომ იქ ისეთი გადაცემები არ გაუქმდეს, ან არ დაიწყოს ისეთი გადაცემების წარმოება, რომელიც მოდიფიცირება არ განიცადოს გადაცემებმა, რომლებიც რეიტინგულია დღეს და შეიძლება მან რეიტინგი დაკარგოს, ამის გამო მოხდეს გავლენა, ამან მოახდინოს ზეგავლენა თვითონ ტელეკომპანიის საქმიანობაზე. ანუ პრაქტიკულად გუშინ მოსამართლემ იმისთვის რომ გაემართლებინა თავისი კაზუსტური გადაწყვეტილება დროებითი მმართველის დანიშნვის შესახებ, ის შევიდა საკმაოდ რთულ სფეროში და მე მეჩნე საკმაოდ სახიფათოდ შევიდა გამოხატვის თავისუფლების წესის განსაზღვრაში, დილემას ჩამოაყალიბა ესე რომ გამოხატვის თავისუფლება versus მმართველი დირექტორი და მეტიც იქ ლამის ცენზურის ზღვარზე გავიდა, ცენზურის აღიარების ზღვარზე გავიდა გუშინ მოსამართლე, ამიტომაც იყო სახიფათო მისი გუშინდელი გადაწყვეტილება და ძირითადად დღეს თუ აკვირდებით თქვენ განცხადებებს, რომელიც კეთდება მედიით, სხვადასხვა ორგანიზაციების, მედია ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების, თუნდაც ძირითადად სწორედ ამ თემაზე კეთდება აქცენტი, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე სახიფათო რამ ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ზოგადად დემოკრატიული პროცესებისთვის. ზვიად, დღეს თქვენ ახსენეთ განცხადებები, სახალხო დამცველი პირდაპირ ამბობს, რომ ეს იყო სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლა, ასე თქვა, დარტყმა სიტყვის თავისუფლებაზე, იყო ევროკავშირის განცხადება, ელჩების განცხადებები, ამერიკის საერთაშორისო ერთობლივი განცხადება, სადაც საუბარი იყო ზუსტად იქ, რომ სერიოზული კითხვები ჩნდება მართლმსაჯულების განხორციელებასა და მედიის თავისუფლებაზე, ამ გადაწყვეტილებით, ასევე
გავცელა ეს განცხადებები და ამის შემდეგ დავით დვალი და რევა საკევარი იყო ასევე პრეზიდენტის განცხადება დავით დვალი და რევა საკევარიშვილი იღებენ გადაწყვეტილებას რომ არ შევიდნენ რუსთავი 2-ში ვიდრე ეს არ გასაჩივრდება საბოლოო ინსტანციამდე და მანამდე თვითონ მფლობელებმა დანიშნონ სხვა დირექტორი ვინც თვითონ უნდათ. რასთან გვაქვს საქმე? ეს იყო უკანდახევა თუ ეს იყო რაღაც საზოგადოებრივი განწყობების მოსინჯვა? ვერ გაცემთ ამ შემთხვევაში არ ვიცი ახლა გუშინ დანიშნულმა დროებითმა მმართველებმა რატომ გადაწყვიტეს დღეს ასეთი განცხადების გაკეთება ისინი უკან იხევენ თუ არა საერთოდ ამდენად იყო მათი ნება რომ ისინი გახდნენ დროებითი მმართველები გუშინ და საერთოდ როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე ისე რომ მხოლოდ ინდივიდუალურად მუშაობს დოკუმენტებთან და ზეპირ მოსმენასაც კი არ უშვებს საკმაოდ რთული სათქმელია ხა რა ტიპის გადაწყვეტილება იყო ეს და საერთოდ რატომ მოხდა ეს ორი ადამიანი დროებით მმართველად ორი ადამიანი რომელთაგანაც ორივეს აქვს კონკრეტული ინდივიდუალურად და ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერესი რუსთავი 2-ის მიმართ და არის დაინტერესებული პირი ერთი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენელია მეორეს თავად აქ დაწყებული წილებთან დაკავშირებით და აი ეს ორი ადამიანი არის გამოცხადებული მოსამართლის მიერ მიუკერძოებელ ადამიანად და ეს ორი ადამიანი დანიშნა დროებით მმართველად. რატომ გადაწყვიტეს მათ დღეს თავის შეკავება მე ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია ის რომ ამ ეტაპზე რა ვიცი შეიძლება ეს ვთქვათ რომ იმედს ვიტოვებთ და ეხლა გადაცემაში ჩართვამდე რამდენიმე წუთით ადრეც საუბრობდით ამ თემაზე შეიძლება დღეს აი ამ საზოგადოებრივი ფონის გამო თავად ხელისუფლება არის შეჭირვებული და ვერ გადაუწყვეტია ძალისმიერი მეთოდებით აღასრულოს მან გუშინდელი გადაწყვეტილება მოსამართლის თუ ჯობს დაყვეს მიმდინარე პროცესებზე და თქვას რომ იქნებ არ ღირდეს დღეს გამწვავება და მმართველობის შეცვლა ანუ ძალისმიერი მეთოდებით გვარამიას დამენიას და სხვათა გამოყრა ტელევიზიიდან და იქ დვალის და საყევარიშვილის შეყვანა ეს უკვე არის როგორ გითხრათ კონკრეტული ტაქტიკის ამბავი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გუშინ მოსამართლემ როდესაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ და ეს არის ყველაზე საინტერესო ჩანაწერი აი ამ გადაწყვეტილებაში, რომ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის გაშუქებისას გამოყენებული უნდა იქნას ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდი. ეს მე ვახსენე. გუშინ გადაწყვიტა მოსამართლემ, რომ ჩვეულებრივი პროფესიული სტანდარტების, ეთიკური ნორმების მეთოდოლოგია განუსაზღვროს მედია საშუალებას და განუსაზღვროს ის ნორმები, რომელიც საერთო მაუწყებლობის მქონე მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელეკომპანიას ისედაც აქვს განსაზღვრული ეს სალიცენზიო პირობა და თუ ამ ნორმებს დაარღვევს ტელეკომპანია ის დაისჯება სანქცირება ასევე ზუსტად მოსამართლე ურთმელიძის განკარგულებები, განჩინებები და ბრძანებები. ეს ტენდენცია გამოხატვის თავისუფლების სივრცეში ასეთი უხეში შეჭრა, როდესაც არ დგას კონკრეტულ შემთხვევაში რაიმესთან ოპონენტ მდგომარეობაში გამოხატვის არ არის გამოხატვის თავისუფლება ოპოზიციაში არც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის თემასთან, არც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებთან, არც ერთ მნიშვნელოვან კომპონენტთან და მაინც მოსამართლე ცდილობს რომ შეიჭრას გამოხატვის თავისუფლების სივრცეში. მეტიც კიდევ ერთხელ ვამბობ, მან პრაქტიკულად დაიწყო ცენზურის ლეგალიზების პროცედურა გუშინ და ეს არის სახიფათო მომენტი. ჩვენ ამას უნდა მივაქციოთ და ეს უნდა ვაპროტესტოთ. მე ასე ვუყურებ, თორემ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ტაქტიკურად დღეს როგორ მოიქცევა დვალე და საყევარიშვილი ძნელი სათქმელია ახლა ამის პროგნოზირება, იმიტომ რომ სხვა გვარადაც რო შევხედოთ საქმეს, ისიც საკმაოდ კრიზისულ ვითარებაში აგდებს ხელისუფლებას, როდესაც მიღებულია გადაწყვეტილება მოსამართლემ უკვე გუშინ დაარტყა ხომ ჭაბუჭი, შეიცვალა საჯარო რეესტრში დირექტორის ვინაობა და ვერ აღასრულებს მას ხელისუფლება
ნებაყოფლობით, იმიტომ რომ დღეს უკვე ყოფილი დირექტორი, სამართლებრივად ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამი არ გამოდის ტელევიზიიდან. ამიტომ აქ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდები, ხო? ეს კიდევ უფრო მეტ კრიზისულ ვითარებაში ყოფნის ხელისუფლებას. პრაქტიკულად ვაბანკზე წასულმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად თავი შეიყვანა თვითონ პოლიტიკურ კრიზისში. აი აქედან როგორ გამოვა ის, ჩემთვის ნელი წარმოსადგენია, ყველაზე მთავარი არის ის, რომ თუკი რაიმე რესურსი გაგვაჩნია დღეს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რომ ისე განიმუხტოს სიტუაცია, რომ არ იყოს საზოგადოებრივი დაპირისპირება და მეტიც არ მოხდეს განმეორება იმ ცუდი სცენარისა, რომელიც ერთხელ უკვე ქართულმა საზოგადოებამ ნახა და მეტიც ანახა მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას 2007 წლის 7 ნოემბერს. სხვათა შორის ლეგალური მოტივებიც, საფუძვლებიც 2007 წელს ტელეკომპანია იმეჯის შეჭრისთვის ჰქონდა ხელისუფლებას. სხვა საკითხია, რამდენად მისაღები იყო ეს ლეგალური საფუძვლები საზოგადოებისთვის, მაგრამ არსებობდა და გამოიყენა ეს საფუძველი მაშინ ძალისმიერი მეთოდებით შეჭრისთვის ხელისუფლებამ. დღეს ისევ აი ამ ზღვის პირას, ამ ზღვარზე დგას ხელისუფლება. ბოლო კითხვა. რა თქმა უნდა ეს პროცესი ერთი მხრივ მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მეორე მხრივ უნდა იყოს ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი პრესინგი. კიდევ ერთხელ აუხსნას, რომ ეს ნაბიჯი და ზოგადად ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ვნებს დემოკრატიულ პერსპექტივას საქართველოსი და ზოგადად საქართველოს როგორც სახელმწიფოს ნორმალურ განვითარებას. ზუსტად ძალიან მოკლედ ვთქვათ, აი რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ გადაწყვეტილებამ ზოგადად მედია გარემოზე? როგორ ის შეიძლება გამოდგეს პრეცედენტი? ამ გადაწყვეტილებამ ლევან უკაცრავად შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე. არა კონკრეტულად მედია გარემოზე, მედია პლურალისტურ სივრცეზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, არამედ ქვეყნის სახელმწიფოს ნორმალურ განვითარებაზე, ნორმალურ ფუნქციონირებაზე. აღარ საუბრობთ უკვე იმაზე, რომ რამდენად მოახდენს ეს გავლენას ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რამდენად მოახდენს გავლენას ზოგადად დემოკრატიულ პერსპექტივაზე. თავად სახელმწიფოსთვის შეიძლება სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის აღმოჩნდეს ეს ხიფათის შემცველობა. ძალიან რთულია ერთ დეკადაში ორი ასეთი მასობრივი შტურმის განხორციელება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე. 2007 წელს გამოძვრა ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი საზოგადოება ამ ვითარებიდან, რა თქმა უნდა დიდი დანაკლისებით, მაგრამ მაინც რაღაც შეძლო რომ მოსულიყო დღევანდელ დღემდე. დღეს უკვე ამის გაკეთება ჩემი აზრით იქნება სერიოზული დარტყმა ქართული სახელმწიფოსთვის. დიდი მადლობა ტელემაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი სტუმარი იყო, ჩვენ პირდაპირ სატელევიზიო ჩართვით გვერდებოდა, ტელეჩართვით ჟურნალ მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე. მოდით გავაგზავნოთ ჩვენი საუბარი, აი ვიდრე ზვიადი ჩაერთვებოდა მე კონკრეტული კითხვა მქონდა ამასთან დაკავშირებით, ხო პროცესი ასე თუ ისე გავაანალიზეთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან. რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ პროცესმა ზოგადად მედიაზე, ხო? ისაც ვაფასებთ დღეს ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ამ ხელისუფლების თავარი მონოპოლი იყო მედიის გათავისუფლება წინახისგან, ჩვენ ვიცით რა წინახში იყო მედია. აი ეს უშუალოდ ეს გადაწყვეტილება როცა მოსამართლე უკვე ადგენს, რომ ასე და ისე და ზოგადად სწორედ აღნიშნა ასეულს, ხო მაუწყებლის შესახებ წევის კოდექსი არის, მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობა, აი განსაზღვრულია თუ იქ ირღვევა უფლებები, იმჩივლე და რა სანქცია ამ კანონმდებლობით თუ ირღვევა, იმიტომ ეს კანონმდებლობა არსებობს. დამატებით თორსა მოსამართლე ადგენს, რა გადაწყვეტილება, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ მედიაზე. ლევან, მე ვიტყოდი, რომ ცოტა უკან თუ გადავიხედავთ ჩვენი წარსული გამოცდილებიდან 2003 წლიდან არსებობს გაზეთი სპექტრი და ჩვენი მედია საშუალება 2003 წლიდან მუშაობს და სამწუხაროდ მე მახსენდება ზუსტად ის თავგადასავალი, რაც გადავიარეთ ნაციონალური ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. 2003 წლიდან, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება მოვიდა, დაიწყო პროცესები, რომელმაც მოგვცა ძალიან დიდი იმედი. და ვინც ამ დროს ჟურნალისტიკაში იყო, დამეთანხმებიან და გავახსენებ, ისეც კი ხდებოდა, რომ თვითონ გვეპატიჟებოდნენ, თვითონ გვაგებინებდნენ, თვითონ იყვნენ ჩართულები იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიგვეყო. შემდეგ დაახლოებით 2004-5 წლებიდან პროცესები აბსოლუტურად შეიცვალა და ამ პროცესებმა მოგვიყვანა 2007 წლამდე. სამწუხაროდ მე გულიმწყდება რომ ამას ვამბობ, მაგრამ დიდი იმედი მქონდა რომ ჩვენ ამ კარუსელს არ გავიმეორებდით, მაგრამ როგორც უყურებ ამ გზაზე ვდგავართ. რადგან მე ასე ვფიქრობ, ის ადამიანები, ვინც ჩემ გვერდით იყვნენ,
დიდი ეჭვი მაქვს, რომ იმათაც აქვს ზუსტად ანალოგიური განცდა. პირველი. მედია საშუალების მფლობელსაც და მედია საშუალების ყველა წარმომადგენელს, მათ შორის ჟურნალისტსაც უჩნდება ის ეჭვები, რომელიც ფაქტობრივად ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლებოდა მოხოლოდა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას შეიძლება მოხოლოდა და რაც მთავარია, ჩვენ ვიცით და დამეთანხმებიან კოლეგები და ლევან თქვენც დამეთანხმებით, რომ ძალიან რთულია რესპონდენტების გააქტიურება. როგორც კი რესპონდენტები გრძნობენ ხელისუფლების მხრიდან ძალოვან რაღაც ქმედებებს, ასევე სწრაფადვე უჩნდება რაღაცა სიუჟეტს ვაკეთებდით, მე მახსოვს პერიოდს ადამიანები უნდა წყალი რომ არ მაქვს, მე ვერ ვიყო შენ. დიახ, შენ თქვი, ნუ გამომაჩენ, რომ ძალიან მუშაობს რაღაც მუშაობს და ეს იყო ძალიან ძიმე პროცესი. ჩვენ დავინახეთ რომ რაღაცნაირად ეს სურათი გაიხსნა, შიშის სინდრომი მოიხსნა ქვეყანაში და რამდენად შეიძლება ამ პროცესში გავლენა ზუსტად სწორედ მაგაზია საუბარი და გარდა იმისა, რაც ბატონმა ზვიადმა ბრძანა, რომ ეს ყველაფერი აისახება ზოგადად ჩვენს მიმართულებაზე, რომელსაც ვადგავართ ეს ევროპისკენ გზა, გარდა მაგისა, საზოგადოებაზე აისახება ძალიან უარყოფითად. და ჩვენს ჟურნალისტებით რა თქმა უნდა საზოგადოების ნაწილი ვართ. მე ნამდვილად ვერ ვიტყვი იმას, რომ რადგან ეხლა გუშინეს გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ, დღეს სპექტრის რედაქცია დაჯდება და შეიცვლის აბსოლუტურად თავის სარედაქციო პოლიტიკას და დაიწყებს მხოლოდ დროშების ფრიალს და მხოლოდ იმ კარგის დაწერას, რაც ისედაც არ აკლია ობიექტურ ჟურნალისტიკას ვიტყოდი ამას. ყველა საკითხის არჩევა. რა თქმა უნდა. აი ჩვენ გვაქვს ჩემი არჩევანი არის მაგალითად ყავდეს ამ კომპანიას მეტი მაყურებელი. მაყურებელი ნიშნავს რეკლამას, განვითარებას, წინსვლას, ხო რეიტინგი თავისთავად. ამიტომ მე ამ არჩევნისთვის მე მჭირდება მენდობოდეს, მაყურებელი მენდობოდეს, ხო? და გავავრცელო ისეთი ინფორმაცია. ყველა მხრივი და კარგი არის კრიტიკული და ასე შემდეგ. ვიღაცას აქვს სხვა არჩევანი, პირობითად ვამბობ. არსებობს ახლა დასავლეთში, როცა ვსაუბრობ ობიექტურ მოდელზე, კოოპერატიული ინტერესებია ძალიან ძლიერი. შეიძლება იქ რაღაც ხელისუფლება ასე ეღებება, მაგრამ იქ ბიზნესს აქვს სერიოზული გავლენა, ხო? რაღაც ჯგუფს, ბიზნეს ჯგუფს აქვს გავლენა და ამ ტელევიზიას კონკრეტულ ტელევიზიას იყენებს თავის ბიზნეს ინტერესების განხორციელებას. ამისთვის არავინ არ ვარდება ამბობიდან ტელევიზიაში, ხო? ეს არის პროცესი და არსებობს მაყურებელი, ხო? მთავარი ინტერესი მაყურებელი. ერთ-ერთი ჩვენი ამერიკელი კოლეგა გვეუბნება, როდესაც მე დავინიშნე, პირველად დავიწყე მაშინ უკვე დირექტორია იმ არხის, წინა დირექტორმა მითხარა, რომ გახსოვდეს სამი რამ. პირველი მაყურებელი, მეორე მაყურებელი, მესამე მაყურებელი. მთავარი ამოსავალი წერტილი არის კომპანიისთვის უნდა იყოს მაყურებელი, ხო? აქედან გამომდინარე, განეჩარევები, აი ალბათ თქვენ ვერ ხედავთ საფრთხეს ასეთი ტიპის ჩარევებში. ხომ ჩვენ არ ვლაპარაკობთ სამართლების დავაზე, ეგაზე ძვიადი საუბრობდა. როდესაც მოსამართლე უკვე ადგენს და შემოაქვს გადის ცენზურის ზღვარზე და ის ადგენს ამას და მეორე აი ნახეთ პრეზიდენტის გაცხადება, რომ ეს ქვეყანა შეიყვანს კრიზისში, ხელისუფლება უნდა იმოქმედოს, ხელისუფლება მეტად ყველაფერი შეგვიძლია დავაბრალო ამ ხელისუფლებას, მაგრამ აი ეს თავისუფლება მედიის და იმის ვერ დავაბრალებ. რა მოტივი ქონდა მოსამართლე უთველი ძალი, მოსამართლე და ხელისუფლება და რატო ვაიგივებთ ერთ რომ არ ვაიგივებთ, მე გეკითხებთ, აი რა მოტივი შეიძლება და ქონდა ხელისუფლება არის ხელისუფლება და მოსამართლემ რა გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებას რატო მე არ მესმის. შეიძლება მიიღო მართლა არასწორი გადაწყვეტილება. მოსამართლებსაც ეშლებათ რაღაცეები და რატო ხელისუფლებაზე ვაპელირებთ და რატო გადაყავს ისევ იმ სივრცეში პრეზიდენტის განცხადება იყო პრეზიდენტმა გააცელა ასეთი ტიპის განცხადება პრეზიდენტს ეშლება რაღაცეები ბატონელევან სხვათა შორის იმიტომ რომ ისიც ადამიანია და რამდენიმე შეცდომა გიორგისაც მოდა განცხადებას დაახლოებით ასეთი იყო მართლობა კოალიციამ უნდა გახსნას ეს პროცესი, მართული კოალიცია არ უნდა ჩაიკეტოს ამ პროცესში და მართული კოალიცია არ უნდა შეიყვანოს ქვეყანა ჩიხი, რადგან ეს იმოქმედებს ქვეყნის იმიჯს. გავრცელდა ფლიანად, აი ფაქტურად ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩები, ასე ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ერთობლივ განცხადებას აუწევს, სადაც პირდაპირ ამბობს ეს თავად ამას, რომ წარმოიშვება სერიოზული კითხვები ამ პროცესის მართლმსაჯულების, ქვეყანაში მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სასამართლოს განხორციელებასთან და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ხო? ეს
რა მდგომარეობამდე მიიყვანს ეს პროცესი, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი ქვეყანას, ხო? ეს თქვენ ხედავთ თუ არა ამაში პრობლემას, რაც შეიძლება ქვეყანას დაუდგეს. არა მარტო მედიას, მე ქვეყანაში ბევრ პრობლემას ვხედავ სხვათა შორის, მაგრამ აი მედიის თავისუფლება და გახსნილობა და რა ვქნა ვერ ვხედავ. ესეთი თავისუფლება ჩვენ უკვე რამ წლებია აღარ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე მარიმასელიძე არის ერთ-ერთი მოსამართლე არის საქართველოს რამდენიმე აბსოლუტურად ეს არსებობს ქვეყანაში ხალხი მოსამართლეებს გამოუტანიათ განაჩენი დახრეთის მანიაკი იყო ვიღაც და 11 კაცი დაჭერილი იყო აქედან 3 დახვრიტეს ბოლომდე იძახა რომ მეარა და მე აღმოჩნდა მანიაკი და მე გააუქმეს ის დახვრეტის კანონი და სამუდამო პატიმრობა იმიტომ შემოვა იმიტომ ისინი ვეღარ დააბრუნეს უკან ხა მოსამართლეებსაც მოძდით შეცდომა პრეზიდენტსაც მოძდით შეცდომა შეიძლება ამერიკის ერთსაც მომდეს შეცდომა მაგრამ ის რომ ქვეყანაში იყოს იმის საშუალება რომ ყველა ადამიანმა გამოცხადოს თავისუფლება ჩვენ შიში აღარ გვაქვს არაფერს არ გვეშინია ყველაფერს თავისუფლება ეს ძალიან დიდი რამეა ხალხი ანუ თავისუფლება არის ჟანგბადი რომელსაც ჩვენ ვერ აღვზრობთ როცა სუნთქავთ მაგრამ რო გადაგიკეტავენ 2 წუთში დაიხჭო და თქვენ გადაკეტვის საფრთხეს ხედავთ პანიკაში გუშინდე იმაზე ძიκτი დავწარე დოსულ სუპერალ და ისე ნუ დაგვემართება არ არის აუცილებელი ისე იმან ჩაიარა ეს იყო ჩვენი წარსული ძალიან ბნელი და ძალიან სამარცხვინო და თან გამოვდივართ ამ რაღაცა საშინელი კოშმარიდან და მთელი საქართველოს გამოვიდა ამ კოშმარიდან და ეს საწყალი რუსთავიერი ჟურნალისტები იყვნენ ბოლომ ძევლები და ბოლო მაგათაც დაუდგათ ისინიც არ დაიმსახურეს საინტერესოა ისინიც იყვნენ ადამიანები რომელსაც იგრძნო რომ არიან ჟურნალისტები და ბოლო ადამიანები არიან და მე ძალიან მიხარია რომ ისინი ჩვეულებრივ ახლა იმ წეხისგან განთავისუფლებიან და იქნება ერთ-ერთი ნორმალური ტელევიზია რამონდე იყო ოპოზიციური წნეხი და თქვა მოსამართლეა რომ იყო ოპოზიციური წნეხი იყო ოპოზიციური ინტერესებს ოპოზიციური პარტიის მაგალითად ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს დიახ ატარებდა პირობით ეს შეიძლება იყოს ჩემი სუბიექტური აზრი ხო ის ატარებდა ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ხო მაგრამ ინტერესები ლევან და რაღაც ახლა კულტურად თქვენი ჩანაწერები ნახეთ იქ ხალხის წავიდა ჩვენ საერთოდ არ ვიცით ეს ჟურნალისტი იქნება აქ რამე კომპრომატი კაცო ეს ადამიანი ესე გამოსული როა ყველანაირი ჩარჩოდან იქნება მართლა იქნება შანტაჟები ვიცით თუმცა ჩვენ ვამბობთ რამეს თქვათ ახალ ოპოზიციურ პარტიას გავლენა მედიაზე. დღეს წავიკითხე ზალიკო უდუმაშვილსო. მოგარი ყოლია ციხეში და ემიქრებიანო რომ იმას გავაუპატიურებთო თუ რაღაცნაირად ეწერა. ჩვენ ვიცით ის შეიძლება არ ვიცი ახლა რაღაცა სოციალურ ქსელში 1000-იან მოვიდება. ეს ინფორმაცია იდება და უნდა კიდევ ერთის კაი ჩართვა და შემდეგ უკვე შევაჯამოთ გადაცემა. მაია მამულაშვილი გაზეთ კახეთის ხმის ხელმძღვანელი იქნება ჩვენი სტუმარი მაია მოგესალმებით. მაია პირველი კითხვა ანალოგიურად მექნება როგორ აფასებ პროცესს ხედავთ თუ არა საფრთხეს მედიაზე ზეწოლის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება მოსამართლე უთმელიძის არის ეს ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესი თუ არის საფრთხე ვთქვათ მედიაზე ზეწოლის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლის როგორია შენი დამოკიდებულება ამ პროცესში ლევან მოგესალმებით, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ამ შემთხვევაში მედია ორგანიზაცია კახეთის ხმას საშუალება აქვს, რომ გამოხატოს თავისი პოზიცია მიმდინარე მოვლენებზე. პირველ ყოვლისა მინდა აღნიშნო ის, რომ ნებისმიერი ჩარევა დამოუკიდებელი მედიის მუშაობაში ეს იქნება, არ ვიცი, ნებისმიერი ფორმა ზეწოლის, თქვათ, რაღაცა ზემოქმედების ხომ, ეს არის ყოვლად დაუშვებელი და ყველაზე უფრო მაღალი, ასე ვთქვათ, ღირებულება, რაც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 20 წლის განმავლობაში მოიპოვა, ეს გახლავთ სწორედ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რაც არის ფუნდამენტური უფლება ადამიანების უფლებებისათვის და ყველა ჩვენთაგანი, მათ შორის თქვენი ტელეკომპანიაც, ნებისმიერი ჟურნალისტიც მოწოდებულია იმისათვის, რომ შეასრულოს თავისი უპირველესი ფუნქცია. მოიპოვოს ინფორმაცია, გადაამუშავოს ეს ინფორმაცია და ბოლოს მიაწოდოს. და თუ კი ნებისმიერ ეტაპზე, რომელზეც ჟურნალისტი მუშაობს და არის ხელშეშლის ფაქტები, ამ შემთხვევაში რასაკვირველია
განსაკუთრებულია ძალიან დიდი პრობლემაა ეს. არა მხოლოდ ჟურნალისტისთვის არის პრობლემა და მე მინდა ეს საზოგადოებამ გაიგოს, არამედ საზოგადოების თითოეული წევრისთვის. იმდენად რამდენადაც თუ კი ჟურნალისტს არ მიეცემა საშუალება თავისი პოზიციის გამოხატვის, თავისუფლად გამოხატვის, ხო? გადამუშავების ინფორმაციის და მიწოდების, ამ შემთხვევაში ნებისმიერ მოქალაქეს მას უკვე აღარ ექნება შესაძლებლობა, რომ მისი ხმა ისმოდეს და ეს მინდა ყველამ კარგად გავაცნობიეროთ. მთავარი პრობლემა, რაც დღეს დგას, აქ არ არის საუბარი მხოლოდ რუსთავი 2-ზე და მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტელეკომპანიაზე. მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეები უნდა აცნობიერებდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ჩვენ ყველამ ერთად მხარი უნდა დაუჭიროთ ამ უფლების უპირველესი უფლების განხორციელებას. გასაგებია, მადლობა მარია ჩართვისთვის. ჩვენი საერთოდ რო იწურება და ფაქტობრივად ამოიწურა იქ შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა. როგორ ხედავთ თქვენ პირველი, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები და რა უნდა ქნას საზოგადოებამ, რა უნდა ქნას თუ ეს პროცესი შევაჩიხში. ხო, ფაქტია რომ თუ იქნებოდა თუ ვთქვათ ისე დღისესში დადგა აღსრულების საკითხი, ძალისმიერი აღსრულების საკითხი, მაშინ ეს პროცესი შევაჩიხში, ხო? აი რაზეც ვიარი საუბრობდა, ეს იქნება ვთქვათ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ძალისმიერი მეთოდებით შესვლა ტელევიზიაში და გამოს. როგორ ხედავთ თქვენ ამ პროცესს? ეს გაგრძელება ვთქვათ იგივე სამართლებრივი დავის პირობებში, ვთქვათ სხვადასხვა ინსტანციაში და შემდეგ ესე დასრულდება, თუ ამას ექნება უფრო რადიკალური ნაბიჯები. და აი რა უნდა ქნას საზოგადოებამ, მედიამ, არასამთავრობო სექტორმა, ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებამ, როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება იმისთვის, რომ ხელისუფლება, როგორ გითხრათ, მაქსიმალურად იყოს, მაქსიმალურად ფრთხილი არ წაუწდეს ხელი მედიას. რა ვიცი, ლევან, ახლა საზოგადოება უნდა დასვას კითხვები და ეძიოს სწორი პასუხები. თუ ასეთი კითხვებისთვის არსებობს გზა, რომ გაიცეს პასუხები. ანუ მე მაინც მიმაჩნია, რომ საზოგადოება არ უნდა იყოს გადახრილი იმ მხარეს, თუ კი არ ხედავს არგუმენტირებულ რაღაცა დოკუმენტურ ვინმეს მიერ კომპეტენტური პიროვნების მიხაც. ეხლა მარინა საუბრობდა იმ ვიდეოებზე, რასაც ავრცელებდა ბოლო ხანებში მედია საშუალებები. თუმცა ამ ვიდეოების აუთენტურობა არავინ არ იცის, მარინა, და არის კითხვის ნიშნები, ხო? ყველა შემთხვევაში თვითონ დაადასტურეს რა, ხო? მაგრამ თქვამთ, რომ ზუსტად ასეთი ტიპის საუბრები იყო და მეორეც აქ პრეცედენტებზეა საუბარი. თუ ჩვენ გმობდით ყველანი მოსმენებს, თუ ჩვენ გმობდით ყველანი, რომ არ უნდა ყოფილიყო ეს ფარული მოსმენები, თუ ისე იმ გზაზე მივდივართ, მე კიდევ ვამბობ, რომ მე მაშინებს გზა, რომელიც გამოვიარეთ და სამწუხაროდ რაღაცნაირად იმის იგრძნობა მაქვს, რომ ისე იმ გზას უბრუნდებით. ეს არის ამბავი. საზოგადოება რანაირად შეიძლება ამ პროცესებში ჩაერთოს, ლევან? მე რამდენადაც გავიგე კითხვა, შენი კითხვა არის ეს, რომ როგორ უნდა შეაფასოს საზოგადოებამ მოქცევაში რა იგულისხმება, ქუჩაში უნდა გამოვიდეს თუ არა? აი, ნახეთ, არსებობს მრავალი გზა, ხო, რა უნდა ქნას. როდესაც საუბარი იყო ამ დავაზე, პირობითად სამართლებრივ დავაზე, ხო? გასაგები იყო ბევრი ადამიანების დიდი ნაწილი, მათ შორის სამოქალაქო სექტორიდან შეფასებისაგან იკავებდა თავს, ხო? შეიძლება მქონდეს ბევრი მოსაზრება, მაგრამ არ თვლიდე, რომ დღეს არის ის მომენტი, როდესაც მე ამის შეფასება უნდა დავუწყო. მაგრამ როდესაც უკვე ხდება ასეთი ტიპის გადაწყვეტილება და მოსამართლე უხეშად ერევა, პირდაპირ ერევა, ასე ვთქვათ, ის პირდაპირ ამბობს, რომ აი შენ ესე უნდა დაიცვა, ეს უნდა გააკეთოს, ეს უფლებაც არ აქვს, ხო? მოსამართლეს ამაზე წერს სახალხო დამცველი მიუთითებს პირდაპირ, ამაზეა, რა თქმა უნდა, მრავალ განცხადებაში, ამაზეა სუფთა სამართლებრივი შეფასებები მომზადებული, ხო? აი ამ შემთხვევაში, როდესაც ეს პრეცედენტი ხდება, ძალიან სწორია კითხვაა ეგ. საზოგადოება როგორ უნდა მოიქცეს? მაშინ რა უნდა ქნას სამოქალაქო სექტორმა, რა უნდა ქნას თითოეულ მოქალაქემ? ჩვენ ვიცით, რომ მეორე იმ მხარესაც და ნახეთ ეს ჩანაწერები და პირველი ჩანაწერების აუთენტურობა დაადასტურა მაშინ მიკა გვარამიანს, როდესაც სააკაშვილი პირდაპირ მოუწოდებდა, ხო, ეს იყო პირდაპირ მოწოდება ამის მხრიდან, რომ იქ დააყენდეს, არ ერიდებოდა მითითებებს, ხო, მეორე ძალიან უკიდურესი მომენტი, არსებობს სერიოზული დილემა, ხო, ქვეყანაში ამ შემთხვევაში. ერთის მხრივ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მეორეს მხრივ რაღაც ოპოზიციური პარტიის რევანშისტული იდეებს ხედავთ ამ ტელევიზიის მიმართ და მესამე მხრივ ხედავთ მოსამართლეს გადაწყვეტილებას, რომელიცაც უკვე სერიოზული ეჭვია, რომ ეს მის კომპეტენციას ცილდება, ხო, ამაზე
აქვს გავლენა რაღაც მე ბოლოს ახლა დღევანდელი შეხვედრის შედეგად ახლა ვინც ჩაგვერთო ბოლოს რა გამოვიდა რა დასკვნამდე მივედით რომ შენ ამბობდი რომ თავს იკავებდი იქამდე სანამ არ ნახე და სანამ არ დარწმუნდი გუშინდელი გადაწყვეტილება არ ნახე და არ დარწმუნდი რომ აღარ შეიძლება გაჩვენება და უნდა თქვა და დააფიქსირო შენი პოზიცია და გამოხატვის თავისუფლება ვენა ჩაგვერთო და ვენამ თქვა რომ თავს იკავებდა და ჩვენ ფაქტობრივად ყველანი ვიკავებდით თავს იმიტომ რომ ყველამ ვიცოდით რომ რუსთავი 2 ძალიანაც დიდი ხმით ამბობს რომ არის თავისუფალი სიტყვის ფლაგმანი მაგრამ ჩვენთვის შიდა სამზარეულო ვინც კარგად ვიცით ვიცოდით რომ ეს მედია საშუალება ატარებდა კონკრეტული ერთი რომელიღაცა პარტიის ინტერესებს ყველანი ვიკავებდით თავს ყველანი ვამბობდით რომ არ შეიძლება ეხლა მართლა ფლაგმანის გვერდზე ანუ რაღაც მომენტში ქონდა დისკომფორტი არ ქონდეს მაგრამ ვიშინდელმა მოვლენებმა ფაქტობრივად ყველა მიგვიყვანა იქამდე რომ დღეს დავსხედით და დავიწყეთ მსჯელობა როგორ უნდა მოვიქცეთ ხო უნდა მოვიქცეთ ასე მე ყოველ შემთხვევაში ასე მიმაჩნია რაც სათქმელია აუცილებლად უნდა ითქვას მე მიმაჩნია ასე თუ საზოგადოებაც ვიერებს ამ გადაწყვეტილებას რომ თავისი აზრი დააფიქსიროს აი ხვალ წარმოვიდგინოთ ჩვენი მედია საშუალება თქვენი მედია საშუალება და ჩვენი მედია ტელეკომპანია გურჯაანი ჩვენი მედია საშუალება რომ ვიღაც მოსამართლე მოდის და მეუნება რომ ცირა შენ ახლა ეს გადაცემა ესე კი არ უნდა გქონდეს ესე და ამ საკითხებს კი არ უნდა დაუთმო მთელი ეთერი ამას უნდა დაუთმო იქ რაღაც ობიექტური ჟურნალისტიკა იქ ესე უნდა გქონდეს ასევე მეტი ეთიკის სტანდარტი ასევე სხვადასხვა სტანდარტი ასევე კანონმდებლობა თუ ვაშავებ ამას ამცირე პირობითად მაგრამ ბოდიში და ვინ გეკითხება ბატონო მოსამართლე ხო ეს ლოგიკური კითხვა ის რაც სოფლიოს კითხებას არ უნდა მოხოთ დაკვირდებულია როგორ ლახავ ამ შემთხვევაში თითოეულ ჟურნალისტს თითოეულ მედია საშუალებას ეს არ მოხდა მოსამართლის ეს გადაწყვეტილება აქ რუსთავებზე აღარ არის საფრანგეთი მე როგორც არ უნდა არ მოგვეწონოს მოსამართლის გადაწყვეტილება ლევან ჩვენ უნდა დავემორჩილოთ აი როგორ უნდა დავემორჩილოთ ეს არის კანონმორჩილი საზოგადოების არ გამორით ეხლა ნიკა გვარამიო და გადაწყვეტილება მე არ გავალო ეხლა მე მაგას ვერ მივბაძავ სასამართლო სანქციებს შო კანონმორჩილი მოქალაქე შენ მოწონს არ მოწონს სწორია არ გავიდოთ ხოთგანე სულად ვიყოთ ოპტიმისტები ყველაფერი ძალიან კარგად იქნება ეს პროცესები რო ესე არ წავა აი ჩვენი გადაცემაცა მოწმობს ამას თავისუფლად შეგვიძლია ვიმშელოთ ყველაფერზე ჩვენ ესეთი რამეები ადრე არ შეგვეძლო რა თქმა უნდა ჩვენ სამს ვიკითხოთ ეს ტელევიზია რო ყარამანიშვილების საკუთრება იყო ვინმე ჯეროდა საქართველოს მე მოვიდა ყარამანიშვილებსაც დავიწყებოდა და ეხლა გამოიღვიძეს და დღეს დაიწყეს რომ ჩვენი ყოფილაო ხო აქ ტელევიზიაზე არ შეიძლება რა საკუთრების უფლებაზე ლაპარაკობთ ეს ტელევიზია იყო პირადად მიშა სააკაშვილის ეხლა ეგ ყველა მიცოდა მაგრამ არა და ამ არაკანონიერი სივრციდან იყო გასული ამხელა ტელეკომპანია მე პატრონი არ იცოდა ყველა ტელევიზიას ხავს მე პატრონი რუსთავის იცოდა ოფიციალურად ხო და ბრუნდება სამართლებრივ სივრცეში ხალხო და ბრუნდება და ცოცხლდება და თავისუფლდება და რატო უნდა ვიყოთ შეშფოთებულები ერთი ბატონის ზეობი და ხოლმე გადადის მეორე ბატონის ზეობაში ბატონი უნდა იყოს ისე ვერი ასებებს ტელევიზიაში ბატონი არ არის არის მესაკუთრე ეს გადაწყვეტილება არა აქ საუბარი ეხლა გეცოდინება მაინც ლევან და საკუთრებაზე არ ვიცით მანამდე არ არის აქ ლაპარაკი არ არის საკუთრებაზე ის იმას მიაკუთვნებს სასამართლო საკუთრებაზე დავაზე არ არის ლაპარაკი ლაპარაკია იმაზე რომ მოსამართლე ნიშნავს ჯეჯოები და არ არის ხო გასაჩვენების პროცესები მიდის მმართველებს მთელი რაღაცა ამოზუსტებთ და ამას ასაბუთებს იმით რომ იყოსო დაცული ობიექტური ჟურნალისტიკის სტანდარტი ხო ან საიდან დაესიზმრა პირობითად ეს მმართველი დაიცავს ობიექტური ჟურნალისტიკის სტანდარტს ან მმართველი რომელიც პირდაპირ დაახლოებულია ფლობელთან სადაც სასამართლო დავამიდის ის დაიცავს ობიექტური ჟურნალისტიკის სტანდარტს ხო ის საიდან ამაზე იყო ლაპარაკი ამან გამოიწვია ეს აღშფოთება მე დაგეთანხმები ჩვენ საიდროდო ფაქტურად ამოიწურა და მე მაინც ვიტოვებ იმეც და ყველა ასე თუ რადგან მოხდა კიდეც თვითონ ამ დროებითი მმართველების მხრიდან წინა არ შევდნენ ტელეკომპანიაში ვიდრე ეს პროცესები არ დასრულება რომ ეს პროცესები არ გავა სამართლებრივი სივრციდან მოსამართლის ეს გადაწყვეტილება იყო ბიძგი ქვეყანაში არეულობისა პირდაპირ მოსამართლე უბიძგებდა ამ გადაწყვეტილებით როცა ასე და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და იგი იღებს კვლავ ესეთ ტიპის გადაწყვეტილებას რომ პროცესი გაიყვანა კონსტიტუციის მიღმა პროცესი გაიყვანა დაპირისპირებამდე მედიაში შესვლამდე პროცესი გაიყვანა თუნამდე ხო არის ჩემი შეფასება მაგ ამის უფლება რომ შევაფასო ხო ახლა ჯელობ
ჟურნალისტები და არანაირი რომელიღაც მხარე არა და იყო ბიძგი ლევან ბოლო დროს უკვე რუსთავი 2-ის ყველა გადაცემა ის კომედიური გადაცემებიც კი იმდენად პოლიტიზირებული გახდა. საზოგადოება თვითონვე გრძნობდა, საით მიდიოდა პროცესები. აქ უხეში ჩარევები რომ არ მომხდარიყო, ეს თავის დინებას გაყვებოდა და ყველაფერს თავის სახელი ისედაც დაერქმეოდა, ეს ისედაც ყველა მიცოდა. ნუ ზუგს ზოგი პოლიტიკურად გაბრაზებული იყო და გულს იჯერებდა ამაზე თუ პოლიტიკაზე გაბრაზებული იყო, მაგრამ საზოგადოების ძირითადი ნაწილი მაყურებელი ყველა შემთხვევაში გრძნობს. სად რას აშავებს რომელიმე მედია საშუალება. ამიტომ ასეთი უხეში ჩარევების გარეშეც ეს თავის გზას მონახავდა. მე ყოველ შემთხვევაში ასე მგონია და მადლობს დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და მაინც დავიტოვოთ იმედი რომ ეს პროცესი არ გავა კონსტიტუციური ჩარჩოდან, არ გავა სამართლებრივი სივრციდან და არ დაიშვება უბრალოდ პრეცედენტი რომ რომელიმე მედია საშუალებაზე, იმიტომ რომ აქ დომინოს პრინციპი, ხო როგორც კი რამდენიმეზე ეს განხორციელდება და ასე გამოხდა წინა ხელისუფლების დროს. ამიტომ ჩვენ საზოგადოების პირველი მაგალითი არის ჩვენი დღევანდელი გადაცემა. უნდა იყოს ფხიზა, მე მადლობას გადაგიხდით მოსვლისთვის და ბოდიში მოვუხდი ტელემაყურებლებს, ვინაიდან აი ბევრი სატელევიზიო პირდაპირ ჩართვა ჰქონდა ეთერში და სამწუხაროდ ჩვენ არ დაგვჭირდა რომ შემოგვიშვა მაყურებლის ზარებით. ამისთვის მე მინდა ბოდიში მოვუხადო მათ. თქვენ კი შეგახსენებთ თქვენ უყურებთ გადაცემას პირისპირ, ჩვენ შეხვდებით მომდევნო პარასკევს, კვლავ 9:30 და 30 წუთზე, ასე რომ კარგად ბრძანდებოდეთ.